ქეთი ქარდავა საუბრობდა მოამბის ეთერში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ქართულ მხარეს შორის ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკის ზიანგცის პროვინციასთან სამომავლოდ რკინიგზის და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით იმუშავებენ. დღეს გამართულ სავაჭრო ეკონომიკურ სემინარზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შედეგად უახლოეს მომავალში საქართველოში ქურთუკების ფაბრიკის მშენებლობა დაიგეგმა. სემინარს ზიანგცის პროვინციაში მოქმედი 35 უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს არის პროვინცია, სადაც ცოტა ხნის წინ 10 მილიონი დოლარი ჩადო ჩინურმა კომპანიამ იმისათვის, რომ ქართული კულტურის სახლი აეშენებინა და გაეკეთებინა, სადაც დღეს გაცხადებული გეგმის მიხედვით სულ მცირე წელიწადში 200,000 ბოთლი გაიყიდება ქართული ღვინო. ეგრეთ წოდებული დუტი ქურთუკების ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია და ასაკმის ბევრი ადამიანია და საქართველოში შექმნის სერიოზულ საექსპორტო პოტენციალს. ჩვენი მთავარი მიზანია გავაღრმავოთ ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვესტიციები, არამედ კულტურული ურთიერთობებიც. უახლოეს მომავალში უკვე რეალური პროექტების განხორციელებაზე გადავალთ.